2026 წლისთვის გლობალური ეკონომიკა მიუხედავად გეოპოლიტიკური რყევებისა და ფინანსური გამოწვევებისა მდგრადობას ინარჩუნებს და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 3,1%-იან ზრდას აჩვენებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური გრავიტაციის ცენტრი შეუქცევა და განვითარებადი ბაზრებისკენ, განსაკუთრებით კი აზიის რეგიონისკენ იხრება. არსებული პროგნოზი ნათლად მეტყველებს, რომ გლობალური ზრდის მთავარ არქიტექტორებს არატრადიციული დასავლური ჰეგემონები არამედ აღმოსავლეთის ეკონომიკური გიგანტები წარმოადგენენ. ახალი მსოფლიო წესრიგის სათავეში უპირობო ლიდერის ამპლუაში კვლავ ჩინეთი გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ 10 წლეულებთან შედარებით მისი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, ჩინეთის ეკონომიკის კოლოსალური მასშტაბი განაპირობებს იმას, რომ 2026 წელს გლობალური რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 26,6%-ს სწორედ პეკინი უზრუნველყოფს. გლობალურ ასპარეზზე მეორე უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ინდოეთი პოზიციონირებს, რომელიც მსოფლიო ზრდის 17%-ზეა პასუხისმგებელი და ეკონომიკური ექსპანსიის ტემპით ბევრ კონკურენტს უსწრებს. ეს სტატისტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მხოლოდ ჩინეთი და ინდოეთი ერთად 2026 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის 43,6%-ს გენერირებენ. განვითარებული ეკონომიკების ფლანგზე სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, სადაც ლიდერის პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს, თუმცა მისი წვლილი გლობალურ ზრდაში 9,9%-ს არ აღემატება. კიდევ უფრო მოკრძალებულია ევროპის როლი, რომლის ჯამური კონტრიბუცია გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ჩათვლით მხოლოდ 9,5%-ია. კონტინენტის ეკონომიკურ დინამიკას მოსახლეობის დაბერება, დემოგრაფიული კრიზისი და გამკაცრებული ფინანსური პირობები მნიშვნელოვნად აფერხებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მსოფლიო ეკონომიკის ყოფილი ორი მთავარი ღერძი ამერიკა და ევროკავშირი ჯამურად მსოფლიო ზრდის მხოლოდ 16%-ს ქმნიან, რაც ძალათა ბალანსის ფუნდამენტურ ცვლილებაზე მიუთითებს. რეგიონულ ჭრილში თუ შევხედავთ, აზია, წყნარი ოკეანის აუზი გლობალური ზრდის თითქმის 60%-ს აკონტროლებს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ დინამიკაში ჩინეთისა და ინდოეთის გარდა მნიშვნელოვან როლს ინდონეზია თამაშობს, რომელიც გლობალური ზრდის 3,8%-ით მეოთხე ადგილს იკავებს. მას მოსდევს თურქეთი 2,2%-ის წილით, რაც რეგიონში მის მზარდ ეკონომიკურ გავლენას ადასტურებს. ლიდერთა ათეულშია ასევე საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ვიეტნამი, რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკური აქტივობა მზარდი ბაზრებისკენ მასიურად გადაედინება. 2026 წლის გლობალური ეკონომიკური არქიტექტურა ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას განიცდის, სადაც ტრადიციული დასავლური ჰეგემონია ადგილს უთმობს აზიურ დომინაციას და მსოფლიო განვითარების ვექტორი საბოლოოდ აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. ჩინეთისა და ინდოეთის მიერ გლობალური ზრდის თითქმის ნახევრის გენერირება ამერიკისა და ევროპის შედარებით მოკრძალებული კონტრიბუციის ფონზე ნაცვლად მეტყველებს, რომ ეკონომიკური ძალაუფლების ბალანსის ცვლილება შეუქცევადია და მომავლის დღის წესრიგს სწორედ დემოგრაფიულად და ინდუსტრიულად მზარდი, განვითარებადი ბაზრები აყალიბებენ.